ომი ირანში უკვე მეორე კვირაა გრძელდება და დასასრული ჯერ კიდევ არ ჩანს. ამერიკული და ისრაელის თვითმფრინავები აგრძელებენ დარტყმებს სამიზნეებზე მთელი ირანის მასშტაბით და სტაბილურად ქმნიან ლოკალური საჰაერო უპირატესობის კერებს. ამავდროულად ირანის ექსპერტთა ასამბლეამ მოჯტაბა ხამენეი, მოკლული აიათოლას ვაჟი, ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად ოფიციალურად გამოაცხადა. ირანის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას ალი ლარიჯანის მეთაურობით კვლავ სჯერა, რომ გამარჯვება შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ირანის საპასუხო დარტყმების ინტენსივობა რადიკალურად შემცირდა, ირანული ბალისტიკური რაკეტები და დრონები ყოველდღიურად აგრძელებენ სპარსეთის ყურეში არსებული სამიზნეებზე დარტყმებს. ამ თავდასხმებმა უკვე აიძულა რამდენიმე არაბული სახელმწიფო შეემცირებინათ ნავთობის მოპოვება. ჰორმუზის სრუტის დე-ფაქტო ბლოკადასთან ერთად ამან ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით $120-მდე გაზარდა. საწვავის ფასები იზრდება, ხოლო ამერიკელი და მსოფლიო მომხმარებლები უკვე იწყებენ ამ გავლენის შეგრძნებას. ამავდროულად თეთრი სახლი როგორც ჩანს ვერ ახერხებს ომის გარშემო არსებული საინფორმაციო ქაოსის გაკონტროლებას. თითქმის ყოველ დღე დონალდ ტრამპი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ერთ დღეს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოხატავს, მეორე დღეს მიანიშნებს, რომ სურს სიტყვა ეთქმოდეს ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერის შერჩევაში, ხოლო სხვა დროს ირანის უპირობო კაპიტულაციას მოითხოვს. მიუხედავად ტრამპის ადრეული დეკლარირებისა, რომ ირანში ამერიკელი სამხედროები არ გაიგზავნებოდნენ, ვაშინგტონში სულ უფრო ხშირად ისმის საუბრები სახმელეთო ოპერაციაზე. გავრცელებული ინფორმაციით ოფიციალური პირები განიხილავენ შეზღუდული სახმელეთო ოპერაციის გეგმებს. ან ირანის დაახლოებით 450 კილოგრამი გამდიდრებული ურანის ხელში ჩასაგდებად, ან ხარგის კუნძულზე მდებარე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნავთობტერმინალის დასაკავებლად, რომელზეც ირანის ნავთობის ექსპორტის თითქმის 90% მოდის. ახლო აღმოსავლეთის ქვიშა პრეზიდენტ ტრამპს სულ უფრო ღრმად ითრევს კონფლიქტში. მისი კრიტიკოსები კი სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას, ნამდვილად არის თუ არა პრეზიდენტის წინასაარჩევნო სლოგანი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვოლორინოლზე. ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველ კვირაში შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის მასშტაბით 3000-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს. კამპანიის დიდი ნაწილი ფოკუსირებული იყო ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით იმ ობიექტებზე, რომლებიც ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსს ეკუთვნის. მთავარ სამიზნეებს შორის იყო თეირანის მახლობლად მდებარე ხოჯირის სარაკეტო კომპლექსი, რომელიც ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრალური კერაა. ასევე ირგკ-ს ბაზები ხორამაბადში, თავრიცსა და შირაზში. ირანის თავდაცვის ინდუსტრია ასევე მუდმივი თავდასხმის ქვეშ მოექცა. ფარჩინსა და შაჰრუდში მდებარე ობიექტები, რომლებიც ცნობილია სარაკეტო ძრავებისა და ბალისტიკური რაკეტების კობინების კომპონენტების წარმოებით, არაერთხელ დაიბომბა. აეროპორტები და საზღვაო პორტები ასევე ინტენსიური თავდასხმის სამიზნეა, რის შედეგადაც ირანის სამხედრო საჰაერო და სამხედრო საზღვაო ძალებმა ფაქტობრივად შეწყვიტეს ფუნქციონირება. ცენტრკომის მონაცემებით განადგურებული ან დაზიანებულია ირანის 53 სამხედრო ხომალდი, მათ შორის დრონების მატარებელი შაჰიდ ბაღერი და 2 კილო კლასის წყალქვეშა ნავი ბანდარ აბასში. ერთ-ერთი თვალსაჩინო ეპიზოდის დროს აშშ-ის ძალებმა ირანული ფრეგატი აირის დენაც კი ჩაძირეს, რომელსაც ომმა შრი-ლანკის სანაპიროსთან ყოფნისას მიუსწრო. ასევე რეგულარულად ხორციელდება დარტყმები სამთავრობო შენობებზე. ორ მარტს ბომბები მოხვდა ექსპერტთა ასამბლეის შტაბ-ბინას, მაშინ როდესაც ეს ორგანო ჯერ კიდევ ირანის ახალი უზენაესი ლიდერის შერჩევის პროცესში იყო. ირანის პარლამენტი და სახელმწიფო მაუწყებლის შტაბ-ბინა ასევე გახდა თავდასხმის სამიზნე, ქვეყნის შიდა უსაფრთხოების აპარატის ობიექტებთან ერთად. მათ შორის ირგკ-ს ადგილობრივი ბასიჯის ქვედანაყოფები და პოლიციის განყოფილებები. ხოლო თეირანში გასული კვირის განმავლობაში სულ მცირე 15 პოლიციის განყოფილება დაიბომბა. ირანის საჰაერო თავდაცვის ქსელი, როგორც ინტეგრირებული სისტემა, ფაქტობრივად აღარ არსებობს. ომის პირველი 100 საათის განმავლობაში ამერიკულმა და ებრაულმა ძალებმა მოიპოვეს ლოკალური საჰაერო უპირატესობა, რომელიც თანდათან თითქმის სრულ საჰაერო დომინირებაში გადაიზარდა. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ირანის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების დაახლოებით 80% უკვე განადგურებულია. ამასობაში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება. ირანის ჯანდაცვის მინისტრმა ალი ჯაფარიანმა 9 მარტს განაცხადა, რომ ირანში 1255 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 200 ბავშვი, ხოლო 12000-ზე მეტი დაიჭრა. ყურის ქვეყნებში 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ლიბანში კიდევ 200. ყველაზე სასტიკი ინციდენტი მინაფში მოხდა, სადაც ომის პირველ საათებში განხორციელებული დარტყმისას სკოლა განადგურდა, რის შედეგადაც 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ძირითადად ბავშვები. საკუთარ გამოძიებებში ბელინქეთისა და New York Times-ის ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს კადრები, სადაც ჩანს ამერიკული ტომოჰავკის ტიპის რაკეტების დარტყმა მინაფში მდებარე ARGS ბაზაზე, რომელიც სკოლასთან ახლოს მდებარეობს. როგორც ვიდეოში ჩანს, დარტყმის მომენტში სკოლის თავზე უკვე სქელი კვამლი იდგა. ომის დაწყებიდან დღემდე გავრცელებული ინფორმაციით შეერთებულმა შტატებმა 8 ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო ისრაელმა 2 ჯარისკაცი და 14 მშვიდობიანი მოქალაქე. ამერიკულ ებრაულმა საჰაერო კომპანიამ მნიშვნელოვნად შეამცირა ირანის შეტევითი შესაძლებლობები. ცენტრკომის შეფასებით, ირანული ბალისტიკური რაკეტების თავდასხმების ინტენსივობა დაახლოებით 90%-ით შემცირდა, ხოლო დრონების დარტყმები დაახლოებით 83%-ით. მიუხედავად ამისა, ირანს კვლავ შესწევს თავდასხმების გაგრძელების ძალა, განსაკუთრებით დრონების გამოყენებით, რომელთაგან ის დღეში დაახლოებით 150-ს უშვებს. ამჟამად ირანის შეიარაღებული ძალები ძირითადად ფოკუსირებულნი არიან არაბულ სახელმწიფოებზე დარტყმების მიყენებაზე სპარსეთის ყურის მასშტაბით. ომის დაწყებიდან ირანმა უფრო მეტი ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაუშვა თავისი არაბი მეზობლების მიმართულებით, ვიდრე ისრაელისკენ. კონფლიქტის პირველ დღეებში დადგენილი სქემის მიხედვით, ყველაზე მეტი თავდასხმა მიმართული იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ. ისრაელის ნაცვლად არაბულ სახელმწიფოებზე ასეთი ფოკუსირება შეიძლება გასაკვირი ჩანდეს, თუმცა მას როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური ლოგიკა აქვს. ყურეში მდებარეობს აშშ-ის რამდენიმე ძირითადი სამხედრო ობიექტი, მათ შორის ცენტრკომის მოწინავე შტაბ-ბინა კატარში და აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინა ბაჰრეინში. ეს ბაზები განიცდიან სერიოზულ სარაკეტო შეტევებს, ხოლო მათი სიახლოვე ირანთან მათ უფრო ადვილ სამიზნეებად აქცევს, ვიდრე ისრაელს, რომელიც 1000 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული. ომის პირველი კვირის განმავლობაში ირანის დარტყმება გაანადგურა ან დააზიანა ამერიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი ყურეში. როგორც ჩანს, განსაკუთრებით მძიმე დანაკარგები განიცადა საკომუნიკაციო და ადრეული შეტყობინების სისტემებმა. ქუვეითში ბანაკ არიფჩანში ირანის დარტყმებმა გაანადგურა 6 სეტკომის რადომი, რომლებიც საკომუნიკაციო ანტენებს იცავდა. კატარში ალუდეი და საჰაერო ბაზაზე გავრცელებული ინფორმაციით დაზიანდა ANFPS-132 ტიპის ადრეული შეტყობინების რადარი, რომლის ღირებულებაც $1 მილიარდზე მეტად არის შეფასებული. ამ სისტემაზე წარმატებული დარტყმა ირანისთვის დიდ მიღწევას ნიშნავს, რადგან ეს რადარი არამხოლოდ კატარს იცავს, არამედ წარმოადგენს რეგიონის ბალისტიკური რაკეტების ადრეული შეტყობინების ქსელის საკვანძო საყრდენს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად მძიმეა რადარის დაზიანება, თუმცა თუ სისტემა მწყობრიდან გამოვა, ეს მნიშვნელოვნად დააქვეითებს აშშ-სა და მისი მოკავშირეების რაკეტსაწინააღმდეგო თავდასხმას მთელ რეგიონში. ირანულმა ძალებმა ასევე წარმატებული დარტყმა მიაყენეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ინფრასტრუქტურას იორდანიაში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით დააზიანეს მუვაფაქ სალტის საჰაერო ბაზაზე განთავსებული თაადის ბატარეის TPY-2 ტიპის რადარი. ჩნდება ვარაუდები იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა და განსაკუთრებით ვაშინგტონის არაბმა მოკავშირეებმა შესაძლოა დაეწყეს რაკეტა გადამჭერების დეფიციტის განცდა მათი საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის. თეთრმა სახლმა ოფიციალურად უარყო ეს ცნობები, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ პარალელურად გამართა საგანგებო შეხვედრა თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელებთან წარმოების დასაჩქარებლად. ამავდროულად სამხრეთ კორეამ დააჩქარა რაკეტა გადამჭერების მიწოდება ჩენგუნგ სისტემებისთვის, რომლებსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები იყენებს. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ირანის თავდასხმები მხოლოდ ამერიკული ბაზებით არ შემოიფარგლება. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა კიდევ ერთ მთავარ სამიზნედ იქცა. 2 მარტს ირანული დრონები დაესხნენ თავს რას ტანურას, საუდის არაბეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელსაც დღეში 550,000 ბარელის გადამუშავება შეუძლია და იგი დროებით მწყობრიდან გამოიყვანეს. ბაჰრეინში ირანული დარტყმები მოხდა ბაბკოს ციტრას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ხოლო კატარში დრონების სამიზნე გახდა რას ლაფანის გაზის კომპლექსი, რომელიც გლობალური თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების დაახლოებით 20%-ია პასუხისმგებელი. შემდგომი თავდასხმების შიშით Qatar Energy-მ გამოაცხადა თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების სრული შეჩერების შესახებ. ირანის დარტყმები სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე 2 მთავარ მიზანს ემსახურება. ერთის მხრივ თეირანი იმედოვნებს, რომ ზეწოლას მოახდენს არაბ ლიდერებზე, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ტრამპთან, როგორიცაა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი, რათა მათ უბიძგონ აშშ-ის პრეზიდენტს ომის დასრულებისკენ. მეორეს მხრივ ირანი მიზნად ისახავს გლობალური ენერგეტიკული შოკის გამოწვევას ნავთობისა და გაზის ფასების გაზრდის გზით. ამ სტრატეგიის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს არამხოლოდ თავდასხმები ყურის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, არამედ ჰორმუზის სრუტის ბლოკადაც. სტრატეგიული წერტილის, რომელზეც ჩვეულებრივ გლობალური ნავთობისა და გაზის ექსპორტის დაახლოებით 20% მოდის. ომის პირველივე დღიდანვე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი თავს დაესხა სულ მცირე 17 ხომალდს, რომლებიც სრუტეში გავლას ცდილობდნენ. შედეგად მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში დიდწილად შეჩერდა. ხოლო რამდენიმე გემი ცდილობს ხოლმე გასვლას, ხშირად ტრანსპონდერების გამორთვით, რათა შეუმჩნევლად გაპარვას სცადონ. ირანის ქმედებები სერიოზულ გამოწვევას
მოწვევას უქმნის ყურის მწარმოებლებს, რომლებსაც აქვთ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობა ნავთობისა და გაზის ექსპორტისა სპარსეთის ყურეზე დამოკიდებულების გარეშე. საუდის არაბეთი ამუშავებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენს, რომელიც გათვლილია დღეში 5 მილიონ ბარელამდე ნავთობის გადაცატანად. და ომის დაწყების შემდეგ საუდი არამკომ გამოაცხადა გეგმები მისი გამტარუნარიანობის 7 მილიონამდე გაზრდის შესახებ. თეორიულად ამას შეეძლო სამეფოს ექსპორტის უდიდესი ნაწილის მართვა. თუმცა პრაქტიკაში წითელი ზღვის პორტ იანბუს უბრალოდ არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა ასეთი მოცულობების დასამუშავებლად. მსგავსი შეზღუდვა ასევე არსებობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც. ჰაბშან ფუჯაირას მილსადენი საშუალებას აძლევს საამიროების ნავთობს სრულად აუაროს გვერდი ჰორმუზს, მაგრამ ფუჯაირას პორტს არ შეუძლია დღეში დაახლოებით 1,8 მილიონი ბარელის სრული პოტენციური ნაკადის გატარება. სხვა მწარმოებლებს, მათ შორის კატარს, კუვეითს და ბაჰრეინს ჰორმუზისთვის გვერდი ზავლის რეალური გზა საერთოდ არ გააჩნიათ. შედეგად ყურის ქვეყნები ახლა დროს ეჯიბრებიან. ნავთობის მოპოვება ვერ გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით, თუ ექსპორტი დაბლოკილია. თუ ნედლი ნავთობი ვერ გადის ტანკერით, ის უნდა დასაწყობდეს, ხოლო შენახვის შესაძლებლობები ლიმიტირებულია. კუვეითში ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რეზერვუარები დაახლოებით 12 დღეში შეივსება. სხვა ქვეყნებს შეიძლება ოდნავ მეტი ადგილი ჰქონდეთ, მაგრამ თვის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ ყურის მასშტაბით შენახვის თავისუფალი რესურსი სრულად ამოიწურება. და ეს იმ ოპტიმისტური სცენარის დაშვებით, რომლის დროსაც არც ერთი ეს საცავი არ გახდება ირანული ბალისტიკური რაკეტების ან დრონების შემდეგი სამიზნე. ამის პირდაპირი შედეგი წარმოების შემცირებაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კატარმა უკვე შეაჩერა თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების უდიდესი ნაწილი. კუვეითმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ასევე გამოაცხადეს ნავთობის მოპოვების მნიშვნელოვანი შემცირება, რათა შეანელონ თავიანთი საცავების შევსება. სხვა მწარმოებლები ყურეთში მალე შესაძლოა იძულებულნი გახდნენ იგივე გზას გახვდნენ. ეს ყველაფერი უკვე აისახება ნავთობის ფასებზე. ორშაბათს 9 მარტს ბრენტის მარკის ნავთობზე ვაჭრობა $120 გაიხსნა, რაც ომის დაწყებიდან მოყოლებული 50%-ზე მეტ ზრდას ნიშნავს. თუმცა მოგვიანებით მას შემდეგ, რაც ტრამპი ბაზრის დამშვიდება შეეცადა, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი კვლავ $100 ქვემოთ დაეცა. ამ დროისთვის ბაზარს ეჭვიეპარება, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა დიდი ხნით შენარჩუნდება. ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ხანგრძლივი ბლოკადა დააზიანებს ირანის ურთიერთობებს ჩინეთთან, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია. სხვები მოელიან იმის გაამეორებას, რაც ირან ერაყის ომის დროს მოხდა. იმ დროს ოპერაციის ფარგლებში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალები აცილებდნენ ქუვეითურ ტანკერებს, რათა უზრუნველყოთ მათი უსაფრთხო გასვლა სპარსეთის ყურიდან. ომის პირველ დღეებში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მზად იყო აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების გამოსაყენებლად ტანკერების მოძრაობის დასაცავად. თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიღებულა. კატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად ალ-კააბიმ გააფრთხილა, რომ თუ ჰორმუზის ბლოკადის გასარღვევად ზომები სწრაფად არ იქნება მიღებული, ნავთობის ფასი შესაძლოა ბარელზე $150-მდე გაიზარდოს. კრიზის ყურეში უფრო ფართო შედეგები აქვს სხვა ნავთობწარმოებლებისთვისაც, მათ შორის რუსეთისთვის. ინდოეთის ბაზარზე რუსული ურალსის მარკის ნავთობი ამჟამად დაახლოებით $5 ძვირად იყიდება ვიდრე ბრენტის. ამავდროულად ვაშინგტონმა დროებით 30 დღით მოხსნა სანქციები რუსული ნავთობის გადაზიდვებზე ინდოეთისთვის. და ეს შესაძლოა დასასრული არ იყოს. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა მიანიშნა, რომ ნავთობის გლობალურ ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოსკოვმა შესაძლოა მალე მიიღოს დამატებითი დროებითი შეღავათების სანქციებზე. თუმცა ნავთობის ბაზრის კრიზისი შესაძლოა არც იყოს ყველაზე უარესი სცენარი ყურის რეგიონისთვის. შესაძლოა ბევრად უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისი უკვე ახლოვდებოდეს. წყლის გამტკნარებელი ქარხნები ახლა ომის სამიზნეებად იქცა. შაბათს 7 მარტს მსგავსი ობიექტი დაზიანდა ირანის კუნძულ ხემშზე, რამაც წყლის მიწოდება 30 სოფელს შეუწყვიტა. თეირანმა თავდასხმაში შეერთებული შტატები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის ბაჰრეინის ტერიტორიიდან განხორციელდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ საპასუხოდ განაცხადა, თავდასხმა ირანის ინფრასტრუქტურაზე არის სახიფათო ნაბიჯის სერიოზული შედეგებით. სწორედ შეერთებულმა შტატებმა და არა ირანმა შექმნა ეს პრეცედენტი, აღნიშნა მან. მომდევნო დღეს საპასუხოდ ირანულმა ძალებამ ბაჰრეინში მდებარე წყლის გამტკნარებლის ქარხანას დაარტყეს. თუ მსგავსი თავდასხმები მომავალ კვირებშიც გააქტიურდება, შედეგები შესაძლოა დამანგრეველი იყოს. სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარე არაბული სახელმწიფოების უმეტესობა დიდწილად სასმელი წყლის გამტკნარებაზეა დამოკიდებული. გამტკნარებული წყალი შეადგენს ქუვეითის მარაგის 90%-ს, ბაჰრეინის 88%-ს, ომანის 86%-ს, საუდის არაბეთის 70%-ს და არაბთა გაერთიანებული საამიროების 42%-ს. ირანის დამოკიდებულება უფრო დაბალია, დაახლოებით 3% ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ქვეყნის სამხრეთ
პროვინციებში გამტყნარება მაინც უზრუნველყოფს ადგილობრივი სასმელი წყლის დაახლოებით 30%-ს, რაც მას იქაც კრიტიკულ რესურსად აქცევს. ამავდროულად ომი რეგიონის ახალ კუთხეებში ვრცელდება. ჰეზბოლა ოფიციალურად ჩაება კონფლიქტში და 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით. ისრაელის თავდაცვის ძალებმა საპასუხოდ მასირებული საჰაერო დარტყმები მიიტანეს ლიბანზე. განსაკუთრებით ძლიერად დაზარალდა ქვეყნის სამხრეთი ნაწილი. ასევე დაჰია, ბეირუთის სამხრეთ რაიონები, რომლებიც დიდი ხანია ჰეზბოლას დასაყრდენად ითვლება. ისრაელის ძალებმა ასევე რამდენიმე კილომეტრით წინ წაიწიეს ლიბანის ტერიტორიაზე და მოუწოდეს მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისაკენ მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით. ისრაელის მედიაში ახლა გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები შესაძლოა ემზადებოდნენ უფრო მასშტაბური სახმელეთო შეჭრისთვის, რომლის მიზანიც ჰეზბოლაა. საბრძოლო მოქმედებებში ასევე ჩაერთნენ ერაყში მოქმედი პროირანული დაჯგუფებები. ისეთმა ჯგუფებმა, როგორიცაა ქათაიბ ჰეზბოლა, რაკეტები და დრონები გაუშვეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიოფანტული აშშ-ის სამხედრო ობიექტებისაკენ. პრემიერ-მინისტრ მოჰამედ შია ალ-სუდანის მთავრობამ დაგმოეს თავდასხმები, თუმცა როგორც ჩანს, მას აკლია როგორც ავტორიტეტი, ისე პოლიტიკური ნება, რათა შეაჩეროს დაჯგუფებების მიერ ოპერაციების გაგრძელება. თუმცა იემენში მოვლენები გარკვეულწილად სხვანაირად ვითარდება. მიუხედავად ბოლო დღეების განმავლობაში ჰუსიტების მოძრაობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული არაერთი განცხადებისა, ჯგუფი ჯერჯერობით არ ჩაბმულა ომში ირანის მხარეს. ბაბ-ელ-მანდების სრუტის ხელახალმა ბლოკადამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დაეხმაროს თეირანს ნავთობისა და გაზის ფასების კიდევ უფრო მაღლა აწევაში. თუმცა ამჟამად ჰუსიტები როგორც ჩანს მხოლოდ ძალის დემონსტრირებით შემოიფარგლებიან. ამავდროულად თეირანი იღებს იმ მოდისმომცემ სიგნალებს როგორც მოსკოვიდან, ასევე პეკინიდან. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსეთმა დაიწყო ირანისთვის თავისი სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრებიდან მიღებული სადაზვერვო მონაცემების მიწოდება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მონაცემები ირანულ ძალებს ეხმარება სპარსეთის ყურეში ამერიკული სამხედრო სამიზნებზე თავდასხმების დაგეგმვაში. ჩინეთი, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90%-ს ყიდულობს, გავრცელებული ინფორმაციით ასევე განიხილავს ფინანსურ დახმარებას თეირანისთვის, ისევე როგორც რაკეტების წარმოებაში გამოსაყენებელი სათადარიგო ნაწილებისა და კომპონენტების მიწოდებას. არაოფიციალური ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ ისევე როგორც რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში, პეკინი ძირითადად ფოკუსირებულია ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებაზე. რამდენიმე აღსანიშნავი ინციდენტი მოხდა უშუალოდ ფრონტის ხაზთანაც. ომის დაწყებიდან მოყოლებული შეერთებულმა შტატებმა დაკარგა 3 F-15E ტიპის გამანადგურებლები, თუმცა არა ირანული ცეცხლის შედეგად. ამის ნაცვლად ისინი შემთხვევით ჩამოაგდო ქუვეითურმა F-A-18-მა, რომლის პილოტმაც ამერიკული თვითმფრინავების შეცდომით მტრულად აღიქვა. ასევე ირანული დრონი დაეჯახა აეროპორტს ნახიჩევანში, აზერბაიჯანში, ხოლო თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ბაზის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა ჩამოაგდო. ისლამური რესპუბლიკა მხოლოდ საპასუხო დარტყმებით არ შემოიფარგლება. მასირებული თავდასხმების პირველი ფაზის შემდეგ რეჟიმი ასევე ეძებს სტაბილურობის ახალ წყაროს. ეს როლი ახლა ახალმა უზენაესმა ლიდერმა უნდა შეასრულოს. კვირას 8 მარტს ექსპერტთა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ ირანის ახალ უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეი, მოკლული აიათოლას ვაჟი აირჩიეს. ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია. პრაქტიკაში ეს ნიშნავს დინასტიურ მემკვიდრეობითობას, რასაც თავად აიათოლა ხამენეი სიცოცხლეშივე ეწინააღმდეგებოდა. მოჯთაბას არასდროს სჭერია რაიმე ფორმალური სახელმწიფო თანამდებობა და არასდროს მიუღია მონაწილეობა არჩევნებში. თუმცა მას აქვს ფართო კავშირები ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით თავიდანვე მხარს უჭერდა მის კანდიდატურას. მისი დაწინაურება რაჰბარის პოზიციაზე უნდა განიხილებოდეს როგორც ნაბიჯი ირანული პოლიტიკის უფრო დიდი რადიკალიზაციისკენ. მამამისი, მიუხედავად იმისა, რომ უდავოდ ავტოკრატი იყო, დროდადრო უშვებდა შეზღუდულ დათმობებს, როგორც ქვეყნის შიგნით უფრო ზომიერი ფრაქციებისთვის მთავრობაში შესვლის ნებართვის მიცემით, ისე საერთაშორისო დონეზე აშშ-თან ირანის ბირთვულ პროგრამებზე მოლაპარაკებების დაშვებით. საყოველთაოდ მიიჩნევენ, რომ მოჯთაბა ბევრად ნაკლებადაა მიდრეკილი კომპრომისისკენ. ომამდე დაწერილი დახასიათებების მიხედვით მოსალოდნელია, რომ ის უფრო ხისტ პოზიციას დაიკავებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი ხელმძღვანელობით თითქმის გარანტირებულია, რომ რევოლუციის გუშაგთა გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება. ირანმა შესაძლოა საბოლოოდ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ბირთვული იარაღის შექმნისკენ. პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში ეფექტურად იყო შეკავებული მოჯთაბას მამის მიერ. ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, როგორ იმოქმედებს მოჯთაბას დანიშვნა აშშ-სა და ისრაელთან ომის მიმდინარეობაზე. კონფლიქტის დაწყებამდეც ალი ხამენეიმ მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები გადასცა ალი ლარიჯანისა და მოჰამედ ღალიფაფს, რომლებიც ახლა როგორც ჩანს ერთობლივად წარმართავენ საომარ ძალისხმევას. ასევე არსებობს სარწმუნო ცნობები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ ლარიჯანი უკმაყოფილო იყო მოჯთაბას კანდიდატურით და ცდილობდა უზენაესი ლიდერის პოზიციას სხვისთვის, შესაძლოა საკუთარი ძმისთვის, სადეყ ლარიჯანისთვის მოეპოვებინა. ამჟამად მოსალოდნელია, რომ ომის მართვას კვლავ ლარიჯანი ღალიფაბის დუეტი განაგრძობს, ხოლო მოჯთაბას როლი უფრო შეზღუდული რჩება.
ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ ისლამური რესპუბლიკა არ დასტაბილურდება და მას სისტემის შიგნით პოზიციების გასამყარებლად დრო არ მიეცემა. ირანის პოლიტიკურ სისტემაზე მსჯელობისას ერთი პუნქტი განსაკუთრებით გამოირჩევა. ამერიკული და ებრაული მოლოდინების მიუხედავად ომის ერთი კვირის შემდეგ ისლამური რესპუბლიკის სტრუქტურაში ხილული ბზარები არ შეინიშნებოდა. ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო პროტესტი არ დაწყებულა. უსაფრთხოების აპარატის წევრები არ დეზერტირობენ. პირიქით, ისინი ერთიანობას ინარჩუნებენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკიდურესად იმედგაცრუებულია ამ შედეგით და ახლა ცდილობს გამოიყენოს ირანის ეთნიკური დაყოფა დასავლეთ ირანში ქურთების აჯანყების წახალისებით. რამდენიმე წყაროს თანახმად ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გააძლიერა კონტაქტები ირანელ ქურთთა იმ ჯგუფებთან, რომლებიც თეირანის წინააღმდეგ ხანგრძლივ ამბოხებას აწარმოებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით სააგენტო სხვადასხვა ქურთულ ორგანიზაციებს იარაღით, სტარლინკის ტერმინალებითა და ფინანსური დახმარებით ამარაგებს. სავარაუდოდ ეს ძალისხმევა ომამდე კვირებით თუ არა თვეებით ადრე დაიწყო. ასევე აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხუთმა ქურთულმა ფრაქციამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რითაც შექმნეს ის, რასაც მათ ირანის ქურთისტანის პოლიტიკურ ძალთა კოალიცია უწოდეს. კოალიციის მანიფესტის თანახმად მისი გაცხადებული მიზანი ირანის ისლამური რესპუბლიკის განადგურებაა. მის წევრებს შორისაა მუსტაფა ჰიჯრი, ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ლიდერიც. ჯერ კიდევ მაშინ ანალიტიკოსები ეჭვობდნენ, რომ კოალიციის გაერთიანებაში შესაძლოა შეერთებულ შტატებს ეთამაშა როლი. ომის დაწყებიდან მალევე გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტი ტრამპი ესაუბრა ჰიჯრის, ისევე როგორც ერაყის ქურთისტანის ლიდერებს, მასუდ ბარზანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიიდან და ბაფელ თალაბანის ქურთისტანის პატრიოტული კავშირიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ საუბრების დეტალები არ გახმაურებულა, მედიაში გაჟონილი ინფორმაცია მკაფიო სურათს იძლევა. ვაშინგტონი ცდილობს გამოიყენოს ირანელი ქურთები დასავლეთ ირანში ამბოხების გასაჩაღებლად. გავრცელებული ინფორმაციით შეერთებულ შტატებს სურს, რომ ამ ძალისხმევას მხარი დაუჭირონ ერაყის ქურთისტანის პეშმერგას ძალებმა, ხოლო ირანელი ქურთული ჯგუფების ბაზები ერაყის ტერიტორიაზე ამბოხების ლოგისტიკური ჰაბების როლს ასრულებდნენ. ასევე ამბობენ, რომ ამერიკული და ებრაული ძალები ირანის შიგნით ქურთების ოპერაციებს პირდაპირ საჰაერო მხარდაჭერას თავაზობენ. ამ ნაბიჯებმა განგაში გამოიწვია თურქეთში, რომელიც ნებისმიერ ქურთულ პოლიტიკურ პროექტს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს. ანკარა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის აქტიურად იმუშავებს ქურთების აჯანყების გაჩაღების ნებისმიერი მცდელობის საბოტაჟისთვის. მსგავსი განგაში ვრცელდება თეირანში, სადაც ირანელი ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად იჯერებენ, რომ ამბოხების საფრთხე რეალური ხდება. ამ აღქმას აძლიერებს დასავლეთ ირანში ამერიკული და ებრაული საჰაერო დარტყმების ხასიათი. ბოლო დღეების განმავლობაში თავდასხმები მიმართული იყო რეგიონში არსებულ სასაზღვრო პუნქტებზე, პოლიციის განყოფილებებსა და რევოლუციის გუშაგდა ბაზებზე. თეირანი შიშობს, რომ მსგავსი დარტყმები შესაძლოა მიზნად ისახავდეს ადგილობრივი უსაფრთხოების სტრუქტურების დასუსტებას, რათა ქურთ მებრძოლებს გაუადვილდეთ დასავლეთ ირანში შეღწევა და აჯანყების გაჩაღება. საპასუხოდ ირანმა გააძლიერა დარტყმები ირანელი ქურთული ჯგუფების ბაზებზე, რომლებიც საზღვრის მიღმა ერაყის ქურთისტანში მდებარეობს. შედეგად ერაყის ქურთისტანის ხელისუფლება ახლა მრავალმხრივი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ერთი მხრივ შეერთებული შტატებისგან, ხოლო მეორე მხრივ თურქეთისა და ირანისგან. ამ მომენტისთვის ისინი როგორც ჩანს ცდილობენ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას და საზღვრის მიღმა არსებულ კონფლიქტში ჩათრევისგან თავს არიდებენ. ქურთული ვარიანტი არ არის ერთადერთი წინააღმდეგობრივი იდეა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ვაშინგტონში ტრიალებს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თავდაპირველად განაცხადა, რომ სახმელეთო ოპერაცია არ შედგებოდა, ახლა ამბობენ, რომ ადმინისტრაცია სერიოზულად განიხილავს ირანში აშშ-ის ჯარების მცირე კონტინგენტის გაგზავნას. ეს არ გულისხმობს სრულმასშტაბიან სახმელეთო შეჭრას, არამედ მხოლოდ შეზღუდულ ოპერაციებს, სავარაუდოდ სპეცდანიშნულების რაზმების რეიდებს. აქსიოსის ინფორმაციით, განხილვის პროცესში არსებული ერთ-ერთი სცენარია რეიდი ისპაჰანის მახლობლად ბირთვულ ობიექტზე, სადაც სავარაუდოდ ინახება 60%-მდე გამდიდრებული დაახლოებით 450 კილოგრამი ურანი. კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც როგორც ამბობენ, განიხილება არის ხარგის კუნძულის ხელში ჩაგდებ ტერმინალის, რომელზეც ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% მოდის. მედია გაშუქების ნიაღვრის ფონზე სულ უფრო მეტად ჩანს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საინფორმაციო ომს აგებს. თეთრ სახლს უჭირს ჩამოაყალიბოს მკაფიო ნარატივი ირანთან კონფლიქტის ასახსნელად. ნაწილობრივ ეს თავად პრეზიდენტისგან მომავალი ურთიერთგამომრიცხავი გზავნილების შედეგია. ასევე ადმინისტრაციის წევრების მიერ გაკეთებული მთელი რიგი დაუფიქრებელი განცხადებებისა. ამ კომუნიკაციური მარცხის სიმბოლოდ იქცა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს გამონათქვამი, რომელიც შეეცადა გაემართლებინა ირანის წინააღმდეგ განხორციელებული პრევენციული დარტყმა სიტყვებით. ჩვენ ვიცოდით, რომ ისრაელი აპირებდა მოქმედებას, ვიცოდით, რომ ეს გამოიწვევდა თავდასხმას ამერიკულ ძალებზე და ვიცოდით, რომ თუ პრევენციულად არ დავარტყამდით მათ, მანამ სანამ ისინი ამ თავდასხმებს წარმოიწყებდნენ, უფრო მეტ მსხვერპლს მივიღებდით. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით რუბიო შეეცადა თავისი სიტყვების უკან წაღება, საზოგადოების დიდმა ნაწილმა თავი მოტყუებულად იგრძნო. ომის კრიტიკოსებისთვის ეს განცხადება სწრაფად იქცა იმ
იმის მტკიცებულებად, რომ ისრაელმა და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპი ეფექტურად ჩაითრიეს კონფლიქტში. რუბიოს გამონათქვამმა მალევე ჰპოვა გამოხმაურება მედიაში. ბლუმბერგის ერთ-ერთმა მიმომხილველმა ეს დაპირისპირება ასეთი შთამბეჭდავის ათაურით შეაჯამა. ამერიკა მეორე, ისრაელი პირველი. პოლიტიკური შედეგები ქვეყნის შიგნით უკვე იჩენს თავს. ომი ირანთან ნელ-ნელა ურტყამს რიგითი ამერიკელების ჯიბეებს. ბენზინის საშუალო ფასი ერთ გალონზე $3.50-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის შემდეგ. ამავდროულად საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელების ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება ირანზე დარტყმებს. თუმცა პრეზიდენტ ტრამპისთვის ეს გადამწყვეტი არ ჩანს. პრეზიდენტს კვლავ სჯელა, რომ ნავთობისა და ბენზინის მაღალი ფასები დროებითია და რომ ირანზე გამარჯვება უკვე ხელშესახებ მანძილზეა. მრავალი თვალსაზრისით ტრამპის თავდაპირველი შეცდომა შესაძლოა ყოფილიყო ირანის შეფასება მისი ბოლოდროინდელი ვენესუელური ტრიუმფის პრიზმიდან. ტრამპი 2026 წელს დიდი წარმატებით შეხვდა. მას შემდეგ რაც მან მიაღწია იმას, რასაც დიდ გეოპოლიტიკურ გამარჯვებად მიიჩნევდა, ნიკოლას მადუროს გადაყენება. როგორც ჩანს, ამ გამარჯვებამ მას კიდევ უფრო მეტი სწრაფი და იაფი გამარჯვების მადა გაუღვიძა, ამჯერად უკვე ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ვენესუელის შემთხვევა იყო გამონაკლისი, სადაც ყველაფერი პოლიტიკურად, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით ტრამპის სასარგებლოდ დაალაგდა. კარაკასში გამოჩნდა პროამერიკული ფრაქცია, რომელიც მზად იყო ვაშინგტონთან გარიგებებისთვის. ამ ფრაქციას დელსი როდრიგესი წარმოადგენდა და ოპერაცია, რომელმაც მადუროს შეპყრობა გამოიწვია, საბოლოოდ წარმატებით დასრულდა. ტრამპმა, როგორც ჩანს, ჩათვალა რადიკალურად განსხვავებული ადგილობრივი პირობების იგნორირებით, რომ მსგავსი სცენარი ირანშიც განმეორდებოდა. ამჟელობის მცდარობა აშკარა გახდა აიათოლა ხამენეის მკვლელობის შემდეგაც კი, როდესაც ტრამპმა მიანიშნა, რომ შეერთებულ შტატებს უნდა ჰქონოდა სიტყვის უფლება იმაში, თუ ვინ გახდებოდა ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი. მაგრამ ირანი არ არის ვენესუელა. ომის ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანს მძიმე ზიანი მიაყენეს. თუმცა ის კვლავ რჩება 90 მილიონიან უზარმაზარ ქვეყნად, მისი რეჟიმი კი ხრმად არის ფეოდალური სახელმწიფო სტრუქტურებში. ამ მიზეზებიდან გამომდინარე ომის დასასრული ჯერ არ ჩანს, ხოლო მოჯთაბას ახალ უზენაეს ლიდერად დანიშნვის შემდეგ კომპრომისის პერსპექტივები სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. 8 ამერიკელი ჯარისკაცი დაღუპულია. ნავთობისა და ბენზინის ფასები ამერიკის შეერთებულ შტატებში და მსოფლიოში მკვეთრად იზრდება, ხოლო შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხების პერსპექტივა სულ უფრო რეალური ხდება. ახლა მთავარი კითხვა ასე ჟღერს. მისცემს თუ არა პრეზიდენტ ტრამპს მისი პოლიტიკური ინსტინქტები დროული უკანდახების საშუალებას? თუ შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ აღმოჩნდება ჩართული ახლო აღმოსავლეთის მორიგ დაუსრულებელ ომში? გმადლობთ, რომ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, გავზიარეთ მეგობრებს და შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.